მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი ბოლო ნამუშევარი, ლუდის ბოთლების ჩასადები და ამ ვიდეოში მინდა განახოთ მისი აწყობის სრული პროცესი. ეს ნაწილები ჯერ პირველ რიგში იმიტომ შევღებე, რომ მე არ ვიწვალო აწყობილზე ასე ჯობია ნამდვილად. აი ამის დაყენება იქნება საინტერესო მომენტი. დავაწყებო ბევრი მხრიდან და თან იდეალურად დავსვა. ეს ერთი შვენიერი რამე გამოდის, მე თუ მკითხავთ. ახლა აქ ღობეს დავუმაგრებ, კიდე ცოტა შკურკა, ცოტა ფერი გარედან და ეგ არის. მოვიდა ორშაბათი და ვაგრძელებ მუშაობას. საზიზღარი ამინდია გარეთ, წვიმს, ცივა. ხვალ წესით უკეთესი უნდა იყოს. ეხლა ამ ეტაპზე ეს საცობები უნდა მოვჭრა ამ ხერხით. მაგრამ არ ვიცი, გამომადგება თუ არა, ფლეშ კათ უნდა იყოს წესით, მაგრამ ეს არის რაღაც ძველი ბაბუა ჩემის და შეიძლება დამიზიანდეს. თუ დაზიანება წავიდა, მაშინ ერთი პატარა ხრიკი არსებობს, რომელსაც გამოვიყენებ. ნუ ოდნავ აზიანებს. სულ ოდნავ. ამას შკურკა აიღებს, არ არის პრობლემა, მაგრამ მაინც შეგვიძლია ეს ხრიკი გამოვიყენოთ. შვენიერია იდეალურად გამოვიდა ფაქტიურად. იმედია ფერს რო გადაუსმენ დაფარავს კარგად. ფაქარს კიდე იმისთვის უსმევ, რომ თანაბრად გადანაწილდეს შკურკა, სადაც გაქრება, ესეთი უკვე არ იყო. კიდევ ყოველთვის ვამუშავებ ხელით, იმიტომ რომ შკურკის აპარატი უბრალოდ აფუჭებს და უსწორმასწორს ხდის. 150-იანით, მერე საბოლოოდ 180-იანით. ახლა უცებ გარედანაც მივცეთ ფერი, მაგრამ ჯერ უნდა გავწმინდოთ. ახლა კიდე ერთი პატარა შტრიხი დამრჩა და მერე უკვე ამერს შევაწერებ და გადავალ ლაკზე. ლაკის შემდეგ კიდე მზადად. ამ ეტაპზე ახლა ამას აქვს გადასმული ერთი პირი ლაკი, დარჩა 360-იანი შკურკით ხელით ძალიან ლაითად გადავლა და მეორე პირი ლაკი და ეგ არის. ამას 60-იანით გადავუარე, მერე ისგან გავწმინდე, რაც აუცილებელია. ახლა კიდე უცებ გავლაკოთ მეორე პირი.
ლაკი რაც მაქვს არის აკრილის წყლის ბაზაზე, მაგიტომ ტოვებს ესეთ თეთრ ნაკვალებს, მაგრამ როდესაც შრება, უпростоრად წყალი როდესაც ორთქლდება, მერე სრულიად ქრება და ხდება სრულიად გამჭვირვალე. და ბოლო შტრიხიც მინდა განახოთ აი თავისი გასახსნელი, რომელსაც აწერია open here.